გადაცემას კომპანია Detail Events-ზე ღონისძიებების მართვის ბიუროზე საუბრით ხსნით, რომელიც ქართულ ბაზარზე თითქმის 7 წელია ოპერირებს და ორგანიზებს ქორწილებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, ღონისძიებებს, ღია ცის ქვეშ, მოკლედ ყველა ტიპის ივენთებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა და არაერთი წარმატებით ჩატარებული ღონისძიების გახსნება შეგვიძლია, რომელიც სწორედ Detail Event-ის დამსახურება. როგორი იყო კომპანიის 2024 წელი და რა გეგმებია უკვე სამომავლოდ თემაზე რამდენიმე წუთში საუბარს რუსო აბზიანიძესთან, Detail-ის დამფუძნებელთან ვაგრძელებთ, იქამდე კი სტუმრის ვიდეო ბიოგრაფია უნდა ვნახოთ. რუსო აბზიანიძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ამავე სპეციალობაზე დაიცვა მაგისტრის ხარისხიც. აგრეთვე რუსო აბზიანიძემ გაიარა 6-თვიანი კურსი ჯიპაში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით. ამჟამად ღონისძიების მართვის ბიუროს Detail-ს ხელმძღვანელობს. როგორც საკვირდით, რუსო აბზიანიძე Detail-ის დამფუძნებელი გვერდდება პირდაპირ ეთერში. რუსო, მოგესალმები, მადლობა დროისთვის და ჩვენთან სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებელს. პირველი საუბარი, რასაც მინდა დავიწყო, არის გასული 2024 წელი, საკმაოდ გამოწვევებით სავსე იყო არაერთი სექტორისთვის, თუმცა მგონია რომ ამ მიმართულებას განსაკუთრებით შეეხო გამომდინარე იქიდან რომ ახალ წელს ალბათ დიდი სამზადისი იყო, თუმცა სხვანაირი ახალი წელი გქონდა წელს. აი როგორ შეაჯამებდით 2024 წელს? რა თქმა უნდა, ეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ისევე როგორც ყველა სფეროს მე ვფიქრობ, ჩვენ სფეროსაც შეეხო, ჩვენი სფეროსთან ძალიან სენსიტიურია მსგავსი ცვლილებების მიმართ. საკმაოდ პირდაპირ პროპორციულად ეხება ხოლმე ჩვენ საქმიანობას და არც ამ შემთხვევაში იყო გამონაკლისი, რომ შევადაროთ 2024 წელი და ახალი წლის ღონისძიებების, ვთქვათ, ოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუქმდა კიდეც, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი გამოსწორდება ნელ-ნელა და ამის ტენდენციები ნელ-ნელა უკვე ჩანს. აი გასული წლების ახალ წელს თუ შევატარებთ, ყოზე 2023 წელს დაახლოებით რა შემცირებაზე და დანაკარგზეა საუბარი? დაახლოებით 60%-ზე არის საუბარი, ანუ იყო რაღაც პროექტები, რომლებიც დავასრულეთ, იმიტომ რომ უკვე ისეთ ეტაპზე იყო, რომ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რაღაც პროექტები, რომლებიც დაიწყო, რაღაც ხარჯები გაწეულიც იყო, ძალიან დიდი რესურსი იყო ჩადებული და რაღაც ეს პროექტები სამწუხაროდ გაუქმდა. და რა თქმა უნდა ვერ ჩავატარეთ. ძალიან დიდი სხვაობა იყო, აი დაახლოებით COVID-ის პერიოდსაც კი შემიძლია რომ შევადაროთ წლევანდელი ახალი წელი, ჩვენი საქმიანობათან გამოირჩევა სეზონურობით. არის ხოლმე ძირითადი დატვირთვა არის ხოლმე ახალი წლის პერიოდზე და შემდეგ უკვე sagazapxulo პერიოდზე. ახალი წლის პერიოდი ესეთი იყო სამწუხაროდ, მაგრამ ვიმედოვნებთ და უკვე ჩანს ცვლილებები, ტენდენცია დადებითია, რომ უკვე sagazapxulot წამოვა ის ღონისძიებები და დატვირთვა იქნება იგივე რაც წინა წლებში იყო, რა თქმა უნდა. ხო, ახლა რა რეალობაა? ძირითადად მოთხოვნა რომელ თვეებზე ნაწილდება და როგორი ტიპის ღონისძიებების მოთხოვნა წამოვიდა? ახლა არის უკვე რეალობა, როდესაც გამოთფება და დათბება, უკვე ღონისძიებები იწყება ამ მიმართულებით გარე სივრცეში, ძალიან ბევრი კორპორატიული ღონისძიება იგეგმება ხოლმე და შესაბამისად ველოდებით ამ მხრივ ძალიან დიდ ზრდას და მოთხოვნას, რომელიც არის ხოლმე წინა წლებში გაზაფხულის ამ პერიოდთან მიმართებაში. 7 წელია უკვე ბაზარზე არის Detail-ი და საკმაოდ ბევრი წარმატებული თანამშრომლობაც იქნება ალბათ თქვენს ანგარიშზე. მინდა შევაჯამოთ ყველა ის სერვისი, რომელიც ეტაპობრივად გაერთიანა ღონისძიებების მართვის ბიურომ ამ პერიოდის განმავლობაში. 7 წელია ოპერირებთ ბაზარზე და თავიდანვე დავიწყეთ სრული სპექტრით ღონისძიებების მართვის, ანუ ჩვენ არ გქონია რაღაც შეზღუდვა, რომ ვთქვათ, რაღაც მიმართულებას არ ვაკეთებდით, ყველა მიმართულებით მუშაობდით და ასევე ვაგრძელებთ ყველა მიმართულებით მუშაობას, იქნება ეს კორპორატიული ღონისძიებები, იქნება ეს სხვადასხვა წვეულებები, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქტის დაანონსება თუ პრეზენტაცია, ასევე კონფერენციები ძალიან აქტიურად, ძალიან დიდი კონფერენცია ჩავატარეთ შარშან საერთაშორისო დონის და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ამ სფეროშიც. თუმცა ძირითადი მიმართულება მაინც ალბათ კორპორატიული ღონისძიებები და პროდუქტის ლონჩინგი, ანუ პროდუქტის დაანონსება არის ხოლმე. ანუ ეს არის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, რასაც Detail-ის იმედია. კი ბატონო, ყველაზე.
მომხმარებელს. ამ 7 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ბაზრის მოთხოვნა, რამდენად შეიცვალა მომხმარებელი, როგორი ტენდენცია იკვეთება, რა ტიპის ასე ვთქვათ ღონისძიებებზე აკეთებენ უფრო სწორებას. ალბათ გემოვნება ძალიან ფორმირდა, ხო? კი, ძალიან დაიხვეწა გემოვნება. ადრე თუ იყო მოთხოვნები, უпростоრეთ ადრე თუ მთლიანად არ გვენდობოდნენ ხოლმე რაღაცების ვთქვათ ორგანიზებაში და მოფიქრებაში, ეხლა უკვე შეიცვალა მომხმარებლის მიდგომა და უკვე თითქმის მთლიანად გვანდობს ამ პროცესს, რაც ძალიან სასიხარულოა, იმიტომ რომ ძალიან ადვილია ჩვენთვის ასეთი მუშაობა და კარგი შედეგიც იდება ყოველთვის და კმაყოფილია ჩვენი მომხმარებელი. ძალიან შეიცვალა ასევე კომპანიების დამოკიდებულება იმ მხრივ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ აუთსორსი არის გასატანი ეს მომსახურება და არ უნდა დატვირთონ საკუთარი თანამშრომლები ამ ვთქვათ ამ ღონისძიებების ორგანიზებით, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდ გამოცდილებას მოითხოვს, ძალიან რთული საქმეა და ძალიან დიდი რესურსი შეიძლება დაიხარჯოს კომპანიის მხრიდან ისე, რომ არ დადგეს ის შედეგი, რაც შეიძლება დადოს ამ მხრივ პროფესიონალურმა კომპანიამ. აი, რაღაც თითქოს ამაღლდა ცნობიერებაც, რომ საჭიროა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ საქმეს შეასრულებს იმ დონეზე, რადგან ამაღლდა ძალიან ცნობიერება, რაც ძალიან სასიხარულოა და მივესალმებით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, 2024 წელს გადავხედავთ, რომელი ასე ვთქვათ, ღონისძიება გახსენდებათ განსაკუთრებით წარმატებულად, რამდენი წარმატებული თანამშრომლობა გააერთიანა და მოიცვა ამ წელმა, გასულმა წელმა. 2024 წელს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი კარგი პროექტი გქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი არ შედგა, მაინც გქონდა და აი გამოვყოფთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ჩავატარეთ ანგელოთა ასოციაციასთან ერთად და რომელმაც ძალიან დიდი ფურორი მოახდინა და ძალიან კარგად ჩაიარა ამ ღონისძიებას ნამდვილად გამოვყოფთი. როდესაც საუბრობთ სერვისებზე, რომელსაც უკვე სრულად აერთიანებს Detail Events-ი, საინტერესოა როგორი თანამშრომლობები დგება. მაგალითად, როდესაც მოდის მომხმარებელი, რა დონეზეა კომპანია ჩართული იდეის დონედან, თუ მომხმარებელი გეუბნებათ უკვე რა უნდა, აი როგორ ხდება თანამშრომლობა? რა პროცესია ეს? თანამშრომლობა იცით როგორ ხდება? აი გააჩნია დამკვეთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ დამკვეთს რა სურს. არის დამკვეთი, რომელიც მოდის გარკვეული იდეით უკვე და ეს იდეა უნდა განავითარო და ამ იდეას არ უნდა გაცდე. რა თქმა უნდა, ამაზეც თანახმოვართ და ჩვეულებრივად ვასრულებთ იმ დავალებას, რაც მას აქვს მოცემული, მაგრამ არის კიდევ მომხმარებელი, რომელმაც არ იცის, ესე ზოგადად იცის, რომ უნდა ღონისძიება და არ იცის კონკრეტიკა, რა შეიძლება იყოს და ამ მხრივ გვენდობა უკვე ჩვენ კრეატივში, ახალ იდეებში და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, მათთან ისე, რომ შედგეს ერთობლივი კარგი პროექტი. მათთან ერთად, იმიტომ რომ ეს გამორიცხული ახლა როდესაც კომპანია შენთან მოდის, მისი იდენტობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისიც იყოს ჩართული რაღაც დონეზე ყველა პროცესში. ღონისძიებამდე რა პერიოდით ადრე უნდა მოგმართონ მომხმარებლებმა? დარწმუნებული ვარ, აი ეს დრო ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. კი, დრო ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში და სამწუხაროდ თავიდანაც რომ დავიწყეთ და ნელ-ნელა სხვათა შორის ახლა იკვეთება ისიც, რომ ამ მხრივაც ჩამოყალიბდა კულტურა, იყო ხოლმე ადრე, რომ აი ხვალ მინდა ძალიან დიდი ღონისძიება დაახლოებით ესეთი მოთხოვნები და რა თქმა უნდა ეს აისახებოდა ხარისხზე, რა თქმა უნდა ეს აისახებოდა ჩვენს რეჟიმზეც, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმით ვიყავით და ნელ-ნელა აი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დაიხვეწა ქართველი მომხმარებელი და ამ მხრივაც უკვე გვაქვს პროგრესი, რომ მოგმართავ სადღაც ერთი თვით ადრე. ზოგ შემთხვევაში ესეც ცოტაა, მაგრამ ერთი თვე ჩვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ დიდი ღონისძიება დავგეგმოთ იდეის დონიდან შემდეგ უკვე აღსრულებამდე. თუ მუშაობთ პარალელურად რამდენიმე პროექტზე? რა თქმა უნდა, პარალელურად რამდენიმე პროექტზეც ვმუშაობთ ხოლმე, ამ შემთხვევაში ვიმატებთ ხოლმე თანამშრომლებსაც, რომლებიც აუთსორსზე გვყავს და ვადგენთ ისეთ გუნდს, რომელიც ნაწილდება რამდენიმე პროექტზე, თუმცა ვცდილობთ, რომ ორი პროექტი ერთდროულად იყოს და მეტი არა, ანუ იმიტომ რომ ეს მე არა ისახოს რაღაც ხარისხზე და ხო ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, კი ხდება ხოლმე პარალელურად ძალიან ბევრი შემთხვევაში. ახსენეთ გუნდიც, რამდენი ადამიანია უკვე Detail Events-ის გარშემო გაერთიანებული? Detail Events-ის გარშემო ძირითადად ვართ 3 დამფუძნებელი, რომლებიც ვინაწილებთ სხვადასხვა ფუნქციებს, ასევე არის 2 მუდმივი თანამშრომელი და 1 დიზაინერი, ასევე თანამშრომელი მუდმივი. ჯერჯერობით
მაგალითად ეს გუნდი ვართ ძირითადად როდესაც სანამ ღონისძიება ჩაეშვება, ხოლო უკვე ღონისძიების დამტკიცების შემდეგ ვიმატებთ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისებს, აერთიანებთ ასევე იქნება ეს ხმა, ხმის თუ განათების ოპერატორები, იქნება ეს რაღაც სარეკლამო მომსახურება თუ სხვადასხვა სერვისებს აერთიანებთ და ადგენთ იდეალური ღონისძიების ფორმულას. კი ბატონო. მაშინ როდესაც იგეგმება ღონისძიება, რა არის ხოლმე მთავარი სირთულეები, რასაც აწყდებით ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე? ხშირად ისმის ხოლმე, რომ აი, ზოგადად სივრცეების ნაკლებობა და არის ხოლმე ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სირთულეებით. მათ შორის იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ღონისძიებებსაც უძღვებით და ორგანიზებთ. სივრცეების ნაკლებობა იყო ადრე ძალიან, ეხლა ნელ-ნელა ამ ხრივაც იხვეწება ქართული ბაზარი, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კარგი სივრცე არის უკვე ახალი ხელმისაწვდომი, თუმცა თავიდან რა თქმა უნდა ამ პრობლემასაც ვაწყდებოდით. კიდე არ მახსენდება ესე რაღაც პრობლემური გამოწვევა, რასაც ვერ უკლავდებდებით, უბრალოდ ბაზარზე ზოგჯერ არის ისეთი რაღაც, რაც ვთქვათ, აი პროდუქტი არ იშოვება, შეიძლება არ იშოვებოდეს, ძირითადად უფრო სარეკლამო მიმართულებით, აი რაღაც ფერის სტიკერი შეიძლება არ იყოს და მოგვიწიოს ამის გამოწერა, თუმცა ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვადა ყველაფერი მოესწროს. იყოს ცოტა ადრე დაგეგმილეს ყველაფერი მოესწროს და მაქსიმალურად ეფექტიანად გაკეთდეს. რუსო, რამდენად გახდა საინტერესო მათ შორის რეგიონებით ღონისძიებების ორგანიზებაში? იმიტომ რომ ადრე თითქოს ტენდენცია იყო, რომ თბილისში ტარდებოდა ყველაფერი და ახლა აი კახეთი, როცა აი ბევრი სასტუმრო გაიხსნა და ამანაც თითქოს საშუალება მისცა. ძალიან ბევრი მომხმარებელი ახლა უკვე თბილის აღარც განიხილოს ლოკაციად, აი უფრო მით უმეტეს აი ახლა იმ საგაზაფხულო პერიოდზე, როცა გამოწვება უკვე უნდათ რომ გავიდნენ თბილის გარეთ, კახეთი ნამდვილად ძალიან დატვირთული რეგიონია ამ ხრივ, ასევე ბათუმი აჭარა და ნუ თბილისის გარდა კიდე თბილისის შემოგარენი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც რამდენიმე კარგი სივრცე არსებობს ნამდვილად, სადაც შეიძლება კარგი ღონისძიება. და არჩევანში გაჩნდა უკვე ეს გაჩნდა უკვე რეგიონებიც გაჩნდა და თბილისშიც იყო ადრე სიმწირე და თბილისშიც რაღაც ძალიან ბევრი ახალი კარგი სივრცე შემოგვემატა, რაც ძალიან გვახარებს. რუსო, ღირებულებაზეც მინდა გკითხოთ. რამდენად დაფასდა ეს შრომა წლებთან ერთად? და ახლა როგორია ბაზარზე მდგომარეობა? კი ბატონო, წლებთან ერთად რა თქმა უნდა, აი როგორც აღნიშნე, მიხვდა მომხმარებელი იმას, რომ უნდა გაიტანოს ეს სერვისი აუთსორსზე, თავიდან მიხვდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ ეს ცოტა ძვირი სიამოვნება. ხო, და ამის ბიუჯეტი იყო საჭირო. კი, ამისთვის იყო საკმაოდ ისეთი სუყე ბიუჯეტი საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ არ მხოლოდ სერვისს ასე ვთქვათ, გავწევთ ჩვენ აერთიანებთ ძალიან ბევრ კომპონენტს, რომლებიც ასევე განსხვავებული ფასები ღირს. შესაბამისად ეს არ არის იაფის სიამოვნება, ნელ-ნელა ის ამასაც მიხვდა მომხმარებელი და უკვე დღეს მოსული ჩვენთან მომხმარებელი მზად არის იმისთვის, რომ ვთქვათ რაღაც გარკვეული ბიუჯეტი გადაიხადოს, ამაში გაიღოს იმისთვის, რომ იდეალური ღონისძიება მიიღოს. თუმცა აქ მეორე მხარეც არის, თუ ამ ბიუჯეტს გაიღებს, მე როგორ ღონისძიებას მივა, როგორც სტუმარი, ანუ ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, ეგ არის პირველი ეს არის პირველი რითიც ის მოხიბლულია იმით რომ ჩვენ აბსოლუტურად ვარიდებთ მას ყველანაირ საზრუნავს და ყველა დეტალზე ზრუნავს ჩვენი კომპანია თუ თვითონ არ უნდა რომ იყოს ჩართული ვთქვათ რაღაც პროცესებში იმიტომ რომ არსებობს კომპანიები რომლებსაც უნდა ხოლმე მაინც რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა რაღაც გარკვეულ დონემდე კი ბატონო რუსო, 7 წლის თავზე, რა გესახებათ მთავარ მიღწევებად კომპანიის საქმიანობის ჭრილში, მაშინ როცა პირველად იწყებდით, წარმოიდგენდით თუ არა უკვე აი ამ შედეგს? სხვადასხვა კი გვინდოდა რომ ესე ყოფილიყო და ისე მოხდა ზუსტად როგორც გვინდოდა ნელ-ნელა წლების განმავლობაში ისე განვითარდა ქართულ ბაზართან ერთად ჩვენი კომპანიაც რომ რაღაც ეს კულტურაც ჩამოყალიბდა მოთხოვნაც გაიზარდა და დღეს უკვე იმ წერტილში ვართ რა წერტილიც ნამდვილად ძალიან გვაკმაყოფილებს იმიტომ რომ ლოკალური ბაზარი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა და რამდენად კონკურენტულია ეს სფერო დღეს ამ კუთხით როგორ შეფასებთ ვითარებას გეტყვით რომ თავიდან როდესაც ჩვენ დავიწყეთ ოპერირება რამცით ჩამოსათვლელი კომპანიები არსებობდა და ნელ-ნელა ძალიან ბევრმა კომპანიამ დაიწყო თქვა ძალიან ბევრი კომპანია
აღმოჩნდა უცებ ბაზარზე, თუმცა ესეც მერე გაიფილტრა ნელ-ნელა და რამდენიმე მათ ვერ გაუძლეს თქვა ბაზრის დატვირთვას და რამდენიმე ისევ აღარ არის და წელს საკმაოდ დიდი კონკურენცია გამოჩნდა აი ზუსტად ამ კრიზისის პერიოდშიც გამოჩნდა რომ ძალიან ბევრი კომპანია უკვე არსებობს და საკმაოდ ძლიერები და კარგი. კი ბატონო. რა სითხოს ქართველი მომხმარებელი, როდესაც აორგანიზებს ღონისძიებას, რა მოთხოვნებს გამოყოფდით, რა იკვეთება ხოლმე ამ თანამშრომლობის პროცესში? თანამშრომლობის პროცესში ვერ გამოვყოფდი ვერაფერს გარდა ხარისხისა. რა თქმა უნდა, ქართველი მომხმარებელი პირველ რიგში ითხოვს ხარისხს, რომელსაც ჩვენი კომპანია სრულად უზრუნველყოფს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უმაღლესი ხარისხის სერვისი გვაქვს და ხარისხთან ერთად ითხოვს double pass. რაც ცოტა რთულია, ხო, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირდება და ჩვენ აი ამ ხრივაც კომფორტული ვართ, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ მინიმალური დანახარჯებით და მინიმალური ფასით გამოვიყენოთ მაქსიმალური შედეგი და ყოველთვის ეს ძალიან ხაზგასაზმელია ხოლმე ჩვენი მომხმარებლების მხრიდანაც რომ მინიმალური რაღაც რესურსებით ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმიტომ რომ ეს ჩვენს ინტერესშიც არის, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი იყოს უმაღლეს დონეზე. გეგმებზეც უნდა გკითხოთ. ზოგადად სანამ კომპანიის ძირითად გეგმას შევაჯამდეს, მინდა გკითხოთ, რამდენად აქვს ამ სერვის პოტენციალი, რომ საერთაშორისო ბაზრებზეც განხორციელდეს, აი. საკმაოდ თუ ქონიათ მოთხოვნა, დაკვეთა, რომელიმე თუნდაც ქართველი მომხმარებლის მხრიდან რომ გადაიხადა ღონისძიება რომელიმე ქვეყანაში და თქვენ ამ პროცესში ყოფილიყავით ჩართული. კი, ყოფილა მსგავსი მოთხოვნები, უფრო აი როგორც თქვით, ლოკალურ კომპანიებს აქვთ ხოლმე გარეთ გასვლის სურვილი და გაგვიკეთებია ოღონდ სხვა კომპანიის ჭრილში მსგავსი რაღაცები, ღონისძიებები, თუმცა აი დღესდღეობით ეს ბაზარი რაც არის ლოკალურად ქართული ბაზარი ძალიან გვაკმაყოფილებს და საკმაოდ დატვირთულები ვართ ამ ხრივაც და არ ვფიქრობთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, თუმცა სამომავლო გეგმებში ესეც არის რა თქმა უნდა და საინტერესოა ალბათ ხო? კი, ძალიან საინტერესოა და პირველად ვცდილობთ რომ უკვე გავიდეთ აი სადღაც აზერბაიჯანის, სომხეთის მიმართულებით და იქ გავაკეთოთ რაღაც რამდენი. იქ როგორია ტენდენცია, რამდენად არის მოთხოვნა? აი იქაც ნელ-ნელა იმატებს მოთხოვნა. საქართველოში უფრო დიდი მოთხოვნაა, როგორც ჩემი დაკვირვებიდან ესე გამოიკვეთა, რომ საქართველოში უფრო განვითარებულია ეს, ვიდრე თქვა სომხეთში, აზერბაიჯანში, თუმცა დღესდღეობით ნელ-ნელა იზრდება იქაც მოთხოვნა და ვცდილობთ, რომ აი ამ მოთხოვნას აუწყოთ ფეხი და ჩვენც რაღაც გავიდეთ ამ მიმართულებით. აი, უცხო ქვეყნის მომხმარებლები რამდენად ირჩევენ საქართველოს ლოკაციად, სადაც დაორგანიზებენ თავად მნიშვნელოვან დღეებს, ღონისძიებებს. აქ როგორ შეფასებდით 7 წელი არის პატარაძე და დარწმუნებული ვარ, დააკვირდებოდით ბაზრის ტენდენციას და მოთხოვნის ზრდას. აქ რა საკმაოდ დიდია სხვათა შორის უცხოეთიდან დაინტერესება, ძირითადად კონფერენციების სახით არის ხოლმე ეს დაინტერესება, თუმცა არის ხოლმე რომ აი ქორწილის მიმართულებითაც საკმაოდ კარგი wedding destination-ი გახდა საქართველოს აჭარის რეგიონი და თბილისი და მისი შემოგარენი იგივე კახეთიც ძალიან საინტერესოა უცხოელი მომხმარებლების მხრიდან და კონფერენციების თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. ძირითადად ამ ორ მიმართულებას. უცხოელ მომხმარებელს რა მოთხოვნები აქვს განსხვავებით ქართველისგან? შეგვიძლია გავმიჯნოთ მათი კულტურა და ჩვენი კულტურა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვან დღეს ვაორგანიზებთ, რამდენად არის აი ვეღარ გავმიჯნავ, იმიტომ რომ საქართველოში მომხმარებელი უკვე გაუტოლდა უცხოელ მომხმარებელსაც დიახ და ძირითადად ერთნაირი მოთხოვნები აქვთ ხოლმე, ამიტომ ვერ გავმიჯნავ ნამდვილად. ერთადერთი იქ არის ხოლმე უფრო პუნქტუალობაზე და უფრო მეტ კონტროლზე საუბარი უცხოეთის მხრიდან. კი ბატონო. და საუბრის ბოლოს გეგმების უნდა გკითხოთ 2025 წელი რამდენად? 2025 წელს გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, რამდენიმე პროექტი უკვე ჩაშვებული გვაქვს, რაც ძალიან გვახარებს და იმედი მაქვს, რომ წარმატებით განხორციელდება, ასევე აი ამ პერიოდმა, როდესაც უკვე რამდენიმე ღონისძიება გაუქმდა და ცოტა მოგვეცა დრო იმისი, რომ შიდა კომპანიის საქმეებზე გვეზრუნა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით დავიწყეთ ფიქრი და ახალი პროექტი გვაქვს რამდენიმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავაანონსებ მერე თქვენს გადაცემაში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროდუქტს
ვქნით და ვაანონსებ ამას აქ თქვენს ეთერში. ვიტოვებთ ამ პირობას მოკლედ. რუსო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და წარმატებები უკვე დატვირთული გაზაფხული გელოდებათ დარწმუნებული ვარ და იმედია ყველაფერი ჩაივლის კარგად და აღარაფერი მადლობა მოწვევისთვის. ამ საქმეებას. მადლობა კიდევ ერთხელ რუსო აბზიანიძე დითეილის დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.